ბედუკაძე. ეს რაც ჩემთან ინახება. 5221 ფაილი და 270 ფოლდერი. მეხსიერების სამერთ ბარაძე ათასობით აუდიო ჩანაწერი, ფოტო და ვიდეო ფაილი ინახება. ელისო კილაძის მტკიცებით ყველა ერთ კონკრეტულ პირს ვლადიმერ ბედუკაძეს უკავშირდება. სკანდალურ ჩანაწერებს შორისაა ვლადიმერ ბედუკაძისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსნების მოლაპარაკებები. საუბრებიდან ირკვევა, რომ ისინი მაშინ არის ჩაწერილი, როდესაც ციხის სკანდალური კადრების ავტორი ჯერ კიდევ ბელგიაში იმყოფებოდა, ბრალი პატიმართა წამების საქმეებზე ჰქონდა წაყენებული და მთავარი პროკურატურა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც ეს ჩანაწერები პოსტსკრიპტუმს გადასცა, ამბობს, რომ ძებნაც და წაყენებული ბრალიც მხოლოდ ფორმალობა იყო და რეალურად მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსნები ბედუკაძის ყველა კაპრიზის შესასრულებლად მზად იყვნენ. ესმით აკყვარი ქალბატონი ხათუნა საგამოძიებოს უფროსის მოადგილე და გაესაუბრეთ რა საკითხები და როგორ და რანაირად. ლადო მოგეხსენებათ ალბათ სერგო თეთრაძესთან დაკავშირებით საქმეს ვიძიეთ და მაგ საქმეზე გჭირდება თქვენი დაკითხვა. როგორ არის შესაძლებელი და თქვენ რა პირობები გაქვთ ამ დაკითხვასთან დაკავშირებით? ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ძველი სააკაშოს პროკურორის არ გავესაუბრებით ეს რამე ჩართული. არა, ძველი სახე ნამდვილად არ იქნება გარწმუნებს ბატონო ლადო, ასე რომ ეს საკითხი რა თქმა უნდა მოგვარდება. გასაგებია ეს თეთრაძის საქმე და ეს მოსვენების საქმე. მე მაინტერესებდა ციხის კადრებთან დაკავშირებით და გუიაშვილის განცხადება როდის იქნება და ჩემ საკითხთან დაკავშირებით, ძებნასთან დაკავშირებით და კადრებთან დაკავშირებით. ეს მეორე ხარისხოვანია დანარჩენი ჩემთვის. გასაგებია, მაგაზე ალბათ მე ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს უშუალოდ ბატონი არჩილის გადაწყვეტის საკითხი არის. და აიგერ ხათუნა მეუბნება, რომ მე ჯერ არ შევცვალა, რომ დავპირდიო ლადოსო და აუცილებლად როგორც კი ვნახავ მაგ საკითხზე იმასთვის ამ დაველაპარაკებით და შევატყობინებო. კიდევ ერთი, თქვენ ხათუნასთვის გითქვათ, დასავალი სტატიაში თქვენ რომ გაქვთ გაკეთებული განცხადება თუ არ ვცდები ამ კვირის სავალდასავალზეა ხო საუბარი, იმიტომ რომ თქვენ წინა ნომერშიც გქონდათ როგორც ვიცი ინტერვიუ მიცემული. მაგასთან დაკავშირებითაც სავარაუდოდ იგივე პროკურორი დაკითხავთ. ვლადიმერ ბედუკაძესთან მიდიოდა ესეთი მოწიწებით საუბარი, იმიტომ რომ მისგან მიეღოთ გარკვეული ტიპის ჩვენებები. და მე ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებული თანამშრომლობა, რომელზეც დღეს ბატონი კბილაშვილი კომენტარებს რატომღაც არ აკეთებს, იყო სწორედ ამით განპირობებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთ-ერთი იყო სწორედ სერგო თეთრაძის საქმე და ჩვენება ბაჭან ახალაიას წინააღმდეგ. ჟურნალისტ ელისო კილაძის მტკიცებით კიდევ ერთი ჩანაწერი ვლადიმერ ბედუკაძისა და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას საუბარს ასახავს. ჩანაწერებში ციხის სკანდალური კადრების ავტორი მის მეგობარს პროკურატურასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე უყვება. საუბრიდან ირკვევა, რომ ბედუკაძესთან საგამოძიებო უწყებას წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული ბრალის მოხსნისა და მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის დეტალები. ხო, ლადო. ხო და იტოქში თვითონ ეს კბილაშვილი საკმაოდ კარგად არის განწყობილი, ამას გრძნობ შენდამი. ხო და თვითონ დაუძახა იმ წარიაშვილს და იმას. მე ვერ წარმოვიდგენდი ახლა ესენი რომ შენთან დაპირისპირებულები არიან ან რაღაცა უნდა გვარდა. აუჩ ახლა რაც ველაპარაკე და როგორც ველაპარაკე, არაფერი ცუდი არ გამომჟღავნებია ამ წარიაშვილს და იმას. და არ დავწერო რომ იარსად რომ მოდიარ ამას თქვი თუ ვერას ვარამე იმას მისცემენ ამას. ობოდო ბრუნდები მეთქი რა. არა, აღარ გინდა უკვე იმდეჯერი თქვა და ჩამოვიდე და რაღაცა გასმის და აი გარჩე მაგაზე იგორა რო ლაპარაკობდა ხოლმე რა. აი მოდივარ და რო არ მოდის და რო გაშარჟდა მე სიტუაცია რა. ხო და არ ბოლო ეგ უფრო ის არის რა ქვია რომ მოულოდნელად ჩამოხდა და მოულოდნელად აკეთებ განცხადებას რომ ჩამოვედი რა. აი როგორც მე დამაკავებენ ყველა ვარიანტში. დაგაკავებენ? რა. ჩემნას ხო გიხსნის და რანაირად დაგაკავებენ? თო არ გადაბრუნდი. იცი ბიჭო რა, ახლა უნდა გააკეთოს განცხადება ინტერპოლის ზებნოსო და დაგაკავებენ რა რას ქვია განცურა და კაპეზეში მიყავ ხარ მე თუ რა ხდება თუ? აი ხათუნა რას წეს თუ საქართველოში დაბრუნდები პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას შეგიცვლის. და როგორ დაბრუნდები კაცო აეროპორტში ხუნა ჩაიჯდე თვითფრინავში და საზღვარზე რო გადახვალ ხო ბელგია გიჭერს კაცო. ბელგია აღარ დამიჭერს აქ ინტერპოლის ზებნელი აღარა ვარ. აი ამას მიხსნიან. მე მახსოვს კომუნიკაცია, კი როგორ არა? კომუნიკაცია შედგა ჩვენ შორის. ვლადიმერ ბედუკაძე არ უარყოფს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს შორის ნამდვილად შედგა. ახსოვს ადგილი ბრიუსელში, საიდანაც Skype კონფერენცია გაიმართა, თუმცა არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ ჩაიწერა დახურული კომუნიკაცია. მე ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია გამოცხადო, რომ ჩანაწერი თბილისიდან არის გაკეთებული. საუბრის თელი ყველაფერი კონსტრუქცია ანუ სმენადობას გულისხმობს.
პროკურატურებს იმას, რომ ჩანაწერი ერთ თბილისში გაქვს. ანუ პროკურატურა იცით ვინ წერდა ეს არ ვიცი. პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ვისი გვარებით ჩანაწერებში ფიგურირებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. თუმცა ღია ლაპარაკს არ ერიდებიან სხვა ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტები. სადაც ის მოდა ჩემი ხმა, ჩემია, ხო, მერე რეალურად ჩანაწერია. რუსეთში ქართულ და რუს ხალხთა თანამეგობრობის კავშირის ხელმძღვანელი და ალექსანდრე ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი პოსტსკრიპტუმთან ინტერვიუში ფარული ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს. ვლადიმერ ხომერიკი ამბობს, რომ 2012 წლის შემოდგომაზე მასა და იბერიულ კავკასიური ფონდის ხელმძღვანელ ზაზა გაბედავას შორის ეს საუბარი ნამდვილად შედგა. აუდიო ჩანაწერი ინტერნეტში YouTube-ის სერვერზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა. საუბრის დროს ხომერიკი გაბედავას უყვება, რომ ვლადიმერ ბედუკაძესთან შუამავლების сაშუალებით молапаракებებს მართავს. Кириллович, я что хочу спросить. Вот, когда в этом были мы около консульства грузинского, Ромитхари, им Ладу Бедукидзе, ჩემი ბიჭები ელაპარაკებიან აქედან. ვინ ელაპარაკება მოსკოვიდან, Ладу? Бедукидзе-ро. который ელაპარაკებიან მოსკოვიდან და ფინეთიდან და იქ ბელგიაში სტანდარტ თორონდა მოედოდიეთ და ეს ხალხმა ვისაც მოაგებია. დიახ, ეს კაცობრიობა უკვე რასჩენდება და ეს თავრობა გამოვაკეთება ჩვენ. ამ ჩანაწერის ერთი ნაწილის შინაარსმა მაშინ პრესაში გაჟონა, რასაც გაბედავასა და ვლადიმერ ხომერიკის კიდევ ერთი საუბარი მოჰყვა. აუდიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ინფორმაციის ჟურნალისტებისათვის გადაცემის გამო მაშინ ხომერიკი გაბედავას დაემუქრა. რა ხდება გამაგებია? მე შენს გარდა მომისმინე ერთი, მე შენს გარდა ჯერერთი არავისთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. მე მაგხალ საერთოდ არ ვიცნობ და თვალშიც არ მინახია, ბლედ. შენ ისე ენა გაქვს იმპერიალო, მე მგონი ბლედ შორს ახვალ თუ არ გაგაჩერებეთ შენ. კირილო, ჯავან უმაშინე მე შენ გესმის? ზაზა გაბედავაც და ვლადიმერ ხომერიკიც ადასტურებენ, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი მათ შორის სკაიპით ნამდვილად შედგა. თუმცა ახლა დაპირისპირების საგანია, როგორ აღმოჩნდა მესამე პირთან აუდიო ფაილები. ვლადიმერ ხომერიკი მასალის გავრცელებაში ზაზა გაბედავას ადანაშაულებს. ზაზა გაბედავას ინფორმაციით კი მასალები ვლადიმერ ბედუკაძემ მოიპოვა. ეს ჩაწერა ეს არის, აი პირდაპირ გეტყვით, აი ბოზობა რა, რაც მან გააკეთა. ეს ვაფშე ერთი სიცხვილია, მეგობრებს ელაპარაკები, ხალხს ელაპარაკები და ყველანაირ ლაპარაკს წერ. რა არის ამ ლაპარაკში რომ ჩაწერო? რისთვის წერ? ეს უბრალოდ ნაგავი და კლეები ადამიანი უნდა იყო, მაგრამ რომ გააკეთო საერთოდ და იმ კაცს რა უნდა მოსთხოვო. ხომერიკი არის ჩემთვის არავით ნოლი. როგორც იტყვიან, ცარიელი ადგილი. მე არავის არაფერი არ მიმიცია, არაფერი არ ჩამიწერია. ეს ჩანაწერები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვლადიმერ ბედუკაძის ურთიერთობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა და უბრალოდ მისი ჩაყვანა კრემლში დაჯილდოება სიგელით, ფულად ჯილდოთი და კომპიუტერული ტექნიკით მედიაში შეტანილი გარღვევისათვის ატომყაც ესეთი ფორმულირებით დააჯილდოვეს, იყო მხოლოდ ამ თანამშრომლობის ერთი ნაწილი. ვლადიმერ ბედუკაძე ადასტურებს, რომ ვლადიმერ ხომერიკს იცნობს, მისი მიპატიჟებით მოსკოვში ჩავიდა და ციხის სკანდალური კადრების გავრცელებისათვის ხომერიკის ფონდის სიგელიც მიიღო. თუმცა ამბობს, რომ მისგან ფული არასდროს აუღია. პატივისა და ღირსების შელახვისათვის ბედუკაძე ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლებს, რადგან ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის უკან კილაძესთან ერთად ყოფილი ხელისუფლების აჭრდილებიც ჩანს. ნაციონალური მოძრაობის ელიტა უკვე დიდი ხანია ეძებს გარკვეულ რუსულ კვალს წინა რეჟიმის იძულებით დათმობის პროცესში და ამ მთელ ამ პროცესში თან დაკავშირებით ციხის კადრების მნიშვნელობას უსმევს ხაზს. ჩემთვის არ აქვს საკონკრეტო შემთხვევაში კონკრეტულად ვინ გააჟღერებს ასეთი ტიპის აბსურდულ ბრალდებებს. თუ არსებობს ბუნებაში ასეთი ტიპის მტკიცებულებები, წარმოადგინონ. ბედუკაძე და ვიდეო კადრები იყო დაცული გავრცელებამდე, მას შემდეგ ვის ხვდებოდა ბედუკაძე, ვის ელაპარაკებოდა, რაზე ელაპარაკებოდა, ეგ საერთოდ არ მაინტერესებს. მე სიმართლე გითხრათ. გულწრფელად რო გითხრათ, გამოურიცხავ, იმიტომ რომ ეს კადრების თემა შენ გაგ ხელში ატომური ბომბი. ატომურ ბომბში ფულს არავინ არ იხდის. ყველას ეშინია. ამიტომ მე გულწრფელად რო გითხრათ, ამას გამოურიცხავ, მაგრამ რომც არ გამოურიცხავდე, არ მაინტერესებს იმის შემდეგ ვინ რას აკეთებდა, ვინ ვის ხვდებოდა, რაზე ელაპარაკებოდა, ძირითადად ესენი არიან ციხის კადრებზე მიკერებული ადამიანები. საუბრის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელზეც ელისო კილაძე ყვება, მისივე მტკიცებით ბელგიაში მცხოვრები დაზვერვის ყოფილი ოფიცერის ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას საუბარს ასახავს. ამ აუდიო მასალაში მოსკოვიდან ბედუკაძისათვის კონკრეტული თანხების გადარიცხვაზეა საუბარი. მარინა ბარბაკაძეს და დათო სილაგაძეს აქვთ ჩეკები, ბრატ,
ეგენი აგზავნიდნენ, აქ ერთი 15,000-ის და ერთი 25,000-ის ხომერიკის გამოგზავნილი ფულები, ბრატ. მარინე ბარბაკაძე, რომელსაც ჩანაწერების მიხედვით ბედუკაძისათვის გადარიცხული 40,000-ის დამადასტურებელი ჩეკები უნდა ჰქონოდა, მსგავსი შინაარსის დოკუმენტებთან კავშირს უარყოფს. თუმცა ადასტურებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს კარგად იცნობს და ციხის სკანდალური კადრების ავტორს ბრიუსელში ცხოვრების დროს სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა. ეს ბიჭი, როდესაც ბელგიაში იმყოფებოდა, სრული ადამიანური, მეგობრული, ძმური, დური, რა ვიცი, რა შეიძლება ითქვას, დახმარება გაუწია ელემენტარულად. რომ გავყოლოდი სადმე თარგმანი გამეკეთებინა მისთვის ადვოკატთან ძირითადად რაღაცა მიმესწავლებინა მიმართულება მიმეცა რაღაცა ინსტანციაში სიტყვაზე გარდა ამისა არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია ლადო ბედუკაძის სკანდალური ჩანაწერებით სავსე მეხსიერების ბარათზე 5221 ფაილია. აქედან 6 უკვე გასაჯაროვდა. რა ისტორიას ინახავს დანარჩენი 5215, ეს ჯერ მფლობელმაც არ იცის. ამას უნდა ერთი კვირა რომ დაждდება ყველაფერი მოიწვა. რა? ახლა მოურავმაო, მითხრაო, რომ იქნებო ლალისო დაელაპარაკო, რატო იცავსო ჩემს დასაცავსო, ეკითხარ. თავისი ადვოკატი.